მარჯვენა საჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის თარიღი კი შეიცვალა. ბოლო ინფორმაციით რეგულაციის ამოქმედება 2017 წლისთვის გადაიდო. მიზეზად ავტოიმპორტიორების პოზიცია სახელდება, თუმცა თარიღის შეცვლა ამ სფეროს ექსპერტთა ნაწილს კვლავ არ აკმაყოფილებს და ამ ინიციატივას ანტიკონსტიტუციურად განიხილავს. მარიამ სეთურიძე დეტალებით. ავტოიმპორტიორებთან კონსულტაციის შემდეგ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში მარჯვენა საჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლისათვის გადადო. უწყებაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება კომპანიების თხოვნის საფუძველზე მიიღეს. ვაძლევთ დროს ყველა მონაწილე პროცესის გამოხატოს თავისი პოზიცია, ყველა კონსულტაციები ვისთან საჭირო არის გაიმართოს. თვითონ განხილვა გაგრძელდება, მაგრამ მიღებული არის გადაწყვეტილება და ეს ავტოიმპორტიორებთან კონსულტაციების შედეგად მოხდა, რომ თვითონ რეგისტრაციის აკრძალვა მოხდეს 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ შემოყვანილ ავტომობილებზე. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას იწონებს და ამბობს, რომ როგორც ბიზნესისათვის, ასევე მარჯვენა საჭიანი მანქანების მფლობელთათვის გონივრული ვადის მიცემა აუცილებელი იყო. იმისათვის, რომ ნაკლები პრობლემა შეექმნათ იმ ადამიანებს, ვინც დაკავებული არის მარჯვენა საჭიანი ავტომანქანების ბიზნესით, რათა მათ დაგეგმონ საკმარისი დრო ჰქონდეთ როგორც დასაგეგმად, ასევე თავისი ბიზნესის გადასაწყობად. კომპანია GMX-ის დირექტორი ამბობს, რომ მოცემული ვადა ბიზნესისათვის საკმარისი არ არის. მისი განმარტებით კანონპროექტის გამო შექმნილმა გაურკვევლობამ მომხმარებელი დააფრთხო და კომპანიები დააზარალა. ჩვენთვის სასახად მიუღებელი არის 1 წელი, აბსურდულია, იმიტომ რომ არანაირი შეღავათი ექსპორტიორი კომპანიების და ვინც იაპონური ავტომობილებით არის დაკავებული, რეალურად არაფერს არ ცვლის და არაფერს არ ნიშნავს ეს 1 წელი. ის ადამიანები, ვინც ამას ვაპროტესტებთ, შეუძლებლად გავაპროტესტებთ იმ ფარგლებში, რის საშუალებად ჩვენ გვაქვს. არასამთავრობო ორგანიზაცია ეკოტრანსპორტ ცენტრი პროექტს კვლავაც ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს. განსხვავებული პოზიცია აქვს საგზაო უსაფრთხოების ექსპერტს შალვა ობგაიძეს. ამას გავაპროტესტებთ. ერთი მიმართულებით გავასაჩივროთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან ეს გადაწყვეტილება არის არაკონსტიტუციური. მეორე მხარეს, რაც შეეხება ბიზნეს სექტორს, ეს მათთვისაც არ იქნება ერთგვარი შეღავათი, იმიტომ რომ მათ აქვს ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადებული საქართველოში იმისთვის, რომ აეწყოთ ეს ბიზნესი, დაემყარებინათ კონტაქტები და სამამისად 1 წელი მათთვის არის არაფრის მომცემი და მათი ბიზნესი მაინც განწირულია. მე პირადად შინაგანად უფრო მომხრე ვიქნებოდი მკაცრი სწრაფი რეგულაციის. მარჯვენა საჭიანი ავტომობილი ცუდი ნამდვილად არ არის. უბრალოდ ინფრასტრუქტურა, ჩვენ უნდა ჩავატაროთ რეფერენდუმი და თქვათ, როგორი მხრივ მოძრაობიანი ქვეყანა გვინდა. მარჯვენა მხრივი თუ მარცხენა მხრივი. შერეული ყოველთვის პრობლემას დაბადებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროექტის საზოგადოებას 2015 წლის დეკემბერში წარუდგინა. თავდაპირველი ვერსიით მარჯვენა საჭიანი მანქანების იმპორტი 2016 წლის მარტიდან უნდა აკრძალულიყო.